რაგბის საერთაშორისო ფესტივალი ასპინძაში. საქართველოს 15 წლამდე მორაგბეთა ნაკრები და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი ამერი დღეს ასპინძაში ინგლისის კენტის საგრაფოდან ჩამოსულ მორაგბეებს შეხვდნენ. ტურნირში მონაწილეობა ადგილობრივ სპორტსმენებს არ მიუღია, თუმცა როგორც რაგბის კავშირის წევრი სამცხე-ჯავახეთში გოჩა ათოშვილი განმარტავს, ჩემპიონატის სამცხე-ჯავახეთში ჩატარებას რაგბის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. შეჯიბრის ორგანიზატორთა თქმით, ასპინძაში მნიშვნელოვანი სარაგბო ბაზა არსებობს, ამიტომ საქართველოს 15 წლამდე ნაკრებმა მომზადება სწორედ აქ გაიარა. ფესტივალის ფარგლებში ტურნირი ორ ნაწილად მიმდინარეობს. მეორე ეტაპი 28 და 29 ივლისს თბილისში გაიმართება. ასეთი ტურნირები, ასეთი სარაგბო ფესტივალები ამას აქ იმართება ევროპაში და მთელ მსოფლიოში და ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ფესტივალს საქართველოსაც უმასპინძლოს. ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი, როგორც ხედავთ, ასპინძაში ჩატარდება, მეორე თბილისში. ფესტივალს თავისთავად ჩვენი მხარისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა რეგბის პოპულარიზაციის ჩვენ მხარეში. ეს არის ერთდღიანი ტურნირია, ანუ ეს 4 გუნდი მთელი დღის განმავლობაში 3 საათის განმავლობაში ითამაშებს სულ ყველა ერთმანეთს და გამოვლინდება გამარჯვებული. ანგარიში იმეტყველებს ყველაფერზე და რაც შეეხება ფორმას 15 წლამდე ნაკრებმა გაიარა არაჩვეულებრივი შეკრება აქ ასპინძის ბაზაზე, სარაგბო ბაზაზე და აღმოსავლეთის ნაკრები უბრალოდ ემზადებოდა იქ თბილისში და შეკრება ვერ გაიარეს იმათმა სამწუხაროდ და მეტნაკლებად უკეთეს ფორმაშია 15 წლამდე, იმიტომ რომ ამ კარგი არაჩვეულებრივი ბაზის წყალობით.